არსებობს ამ საქმეში პროკურატურის მიმართ ნდობა და დიახ დასამალი აქვს ხელისუფლებას და არა აქვს საკმარისი მტკიცებულებები და იმტოხუროს, იმიტომ რომ ფაქტები გავიხსენოთ, ხო არ არის აქ საჭირო მე და თქვენ ვისაუბროთ ჩვენს ვერსიებზე. პირველი, ჩვენ გვითხრეს, რომ როგორ გავიგეთ ჩვენეს ამბავი. გამობრძანდნენ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის გენერალური თუ მთავარი პროკურორი ქვეყნის, შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრი და მათ გვითხრეს, რომ ქვეყანა გადაარჩინეს ყველაზე უფრო დიდი უბედურებისგან. მე არ მგონია, რომ საქართველოში ვინმე არსებობდეს, ვინც მაშინ რამე სხვა იფიქრა, გარდა იმისა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ იგეგმებოდა სისხლის სამართლის დანაშაული. ამაში ალბათ დამეთანხმებით და არც არავის, არც ერთ ადამიანს იმ დღეს და შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს არ უარყვია, მაშინაც მე დიანასთან ვიყავი ეთერში და ჩვენ აი ესე ქრონოლოგიურად ვიხსენებდით ამ განცხადებებს და მე ეთერში ვევთქვი, რომ თუ ეს არის ტყუილი მოლოდინი საზოგადოების მხრიდან და თუ არასწორი манипуლირება ხდება ამ წეადებით, იქნებ ვინმე გამოვიდეს ხელისუფლებიდან, გითხრას, რომ პატრიარქი არაფერ შუაში არ არის და ქვეყნის გადარჩენა პირდაპირ კავშირში იყო შორენა თეთრუაშვილთან. რა თქმა უნდა, ეს იყო პირველი პრობლემა. ანუ ხელისუფლება იმდენად ზევით აწია ამ საქმის თამასა, რომ ამან ბუნებრივად გააჩინა უკვე განსაკუთრებული მოლოდინის საქმესთან დაკავშირებით. მეორე, შემდეგ აღმოჩნდა ისევ ეს ფაქტია და არა ჩვენი შეფასება, რომ არავითარ პატრიარქზე და არავითარ ქვეყნის გადარჩენაზე საუბარი არ იყო, საერთოდ შესაძლოა მკვლელობაზეც კი საუბარი არ იყო, არამედ ვიღაცა რაღაცა გამორჩენის მიზნით, თანამდებობრივი დაწინაურების და ასე შემდეგ, რაღაცა ტიპის სისხლის სამართლის დანაშაულს გეგმავდა. ანუ პირველი მოცემულობა უცბად დაენგრა ხელისუფლებას, აი ესე საჯაროდ პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი და ჩვენ ყველამ ვნახეთ პირველი მარცხი ამ საქმეში ხელისუფლების. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ეს უკვე წმინდა წყლის პროკურატურის მუშაობას და საპროცესო საქმიანობას ეხება. ჩვენ ვიცით, გვითხრეს ყოველ შემთხვევაში ესე, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ საქმეზე დაკვირვება, რომ ეს არ იყო პირველი დღე, როდესაც აეროპორტში მოხდა დეკანოზის დაკავება, როცა გაიგეს ამის შესახებ, არამედ მათ იცოდნენ, რომ ეს პროცესი იგეგმებოდა, მათ იცოდნენ, რომ მზადდებოდა, ისინი ამას აკვირდებოდნენ და აი უკვე როდესაც ქვეყნის დატოვებას აპირებდა დეკანოზი, მაშინ მოხდა მისი დაკავება. და უცებ ჩვენ ასევე უკვე როდა კითხვებიო რა გიჩნდებათო, პირველივე კითხვა, რომელიც ჩვენ ყველამ დავსვით, თქვენ ჟურნალისტებმა, ჩვენ მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თუ ამდენი ხანი აკვირდებოდით და თუ დანაშაულის იარაღი იყო შესყიდული, მაშინ სად არის მტკიცებულება, უცებ გაირკვა, რომ პროკურატურამ ვერ მოახერხა დაკვირვების ქვეშ მყოფი სასამართლოს მიერ სანქცია გაცემულ საქმეზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ადამიანის ჩაწერა დანაშაულის მომენტში. ანუ აი მციანიდის შესყიდვას გულისხმობ. რა თქმა უნდა, პირველი სამართლებრივი პროცესუალური გამოძიების მიმართ ნდობის საკითხი დადგა სწორედ ამ შემთხვევაში, რომ რაღაცა სხვაში იყო საქმე. მესამე, თქვენს ეთერში ითქვა ეს, როდესაც მეუფე პეტრემ განაცხადა, გახსოვთ ალბათ, რომ დეკანოზისგან მოითხოვდნენ ძალიან მაღალი რანგის სასულიერო იერარქიის წარმომადგენლების შესახებ ჩვენების მიცემას. დიახ, მათ შორის მეუფე დიმიტრისგან. ეს იყო ყველაზე უფრო სერიოზული ბრალდება, რაზეც პროკურატურას პასუხი გასაცემი აქვს, იმიტომ რომ ეს პრინციპში, აი სისხლის სამართლის კოდექსში, რომ დანაშაულის დაბრალება გვაქვს მუხლი, იმაზეც კი უკაცრავად ჟარგონისთვის ქაჩავს, თუ ტყუილია ასეთი ინფორმაციის გავრცელება. იმდენად სერიოზულია თავისი არსებობა. და მას რისთვის რას ემსახურება ეს ყველაფერი? დიახ. თქვენი აზრი. აი ზუსტად მათ მოვდივარ. კი, დავასრულებ. აი ზუსტად ეს არის გასაღები ამ საქმის. ზუსტად ის, რაც თქვა მეუფე პეტრემ. ამ კითხვაზე პასუხი არის ამ საქმის გასაღები. თუ ეს არის სიმართლე, რომ დეკანოზისგან ითხოვდნენ მეუფე დიმიტრიზე ჩვენების მიცემას, მაშინ მე პირადად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და მეტნაკლებად ინფორმირებულს იმაზე, რა ხდება საპატრიარქოში, რა საუბრები მიმდინარეობს მომავალ პატრიარქთან დაკავშირებით, არავითარი კითხვები აღარა მაქვს სინამდვილეში, რასთან გვაქვს საქმე და რისი მსხვერპლია დეკანოზი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სანამ პროკურატურა